სალმები ჩემოსაყვარელო გამომწერებო, ესეც დაპირებული სახის ნიღაბი, რომელიც აი მართლა მუშაობს და მიმიკურ ნაოჭებს, აი განსაკუთრებით მწეულ ქალბატონებს, აი ტუჩის ირგვლივ რო აი ესეთი წვრილ-წვრილი ნაოჭები აქვს, აი იმას საერთოდ ამოავსებს და ზოგადად აი თვალების ირგვლივ აი წვრილ-წვრილი ნაოჭები რო არის, რაც ასე ძალიან გვაღიზიანებს ქალბატონებს, იმას ამოგივსებთ. და ამისი მომზადება არის ძალიან მარტივი. ამისთვის დაგჭირდება, ინახეთ როგორი მწიფე ბანანი მაქვს, ამის ნახევარი. ეხლა დავჭყლიტავ და დაგიბრუნდები. ასე პირდაპირ ნახეთ, აი ესე კარგად უნდა დავჭყლიტოთ. აი მწიფე, იმიტომ რომ მწიფე კარგად იჭყლიტება. აი ესე. ეხლა ამას უნდა დავუმატო აუცილებლად 1, ესე 2-3 დღე თან მოვამზადებ, თან აუცილებლად წავისვავ სახეზე. 1 აი ესეთი ღრმა ჩაის კოვზის სოდა. აუცილებლად. კარგად აურევ. მასა გავხადებ ფაფასავით და 1 სავსე კოვზის ზეითუნის ზეთი, რომელიც აი საოცრებას უკეთებს სახის კანს. და სულ ბოლო ინგრედიენტი თაფლი ნატურალური მაქვს ნატურალური თაფლი. ეს არის გიორგის თაფლი, რომელსაც აი მართლაც არის ნატურალური და ძალიან მოსწონს ყველას, ვინც გიორგისგან შეიძინა. არის პირველი ხელი და ოცლარად წარმოიდგინეთ თბილისის მასშტაბით ეს ადამიანი უფასოდ მოგემსახურებათ და მოგიტანთ და ნომერს აუცილებლად მიუთითებ და ეხა დავამატებ 1 ჩაის კოვს. ნახეთ როგორი სქელია. საოცარი თაფლია. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ ძალიან ალერგიული, თაფლის ნიღაბს რო ვიკეთებ, ალერგიას არ მაძლევს. მაგრამ ვისაც ალერგიულები ხართ, ძალიან გაგიკეთებიათ თაფლის ნიღაბი და ალერგია გაქვთ, თაფლი შეცვალეთ ალოე ვერეთი. ვისაც ალოე ვერე ყველგან იყიდება, ვისაც ალოე ვერე არა გაქვთ, სახლში ხო გაქვთ ალოე, გათალეთ და ის შიგთავსი გაუკეთეთ. აი ესეთი სახის ნიღაბი გამოვიდა. ამას ეხა მე აუცილებლად ვინაიდან ზაფხულია შევინახავ მაცივარში, უფრო სასიამოვნოა ცივს რო დაიდებთ დილით და აი ესე გასუფთავებულ სახეზე დაიდეთ და გაიჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ისევ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით კარგი დამატენიანებელი საცხი. აი სულ ეს არის. აუცილებლად შეინახეთ. რეცეპტებისთვის გამოიწერეთ ხათოს და სანდროს YouTube გვერდი, სადაც ადვილად იპოვით ჩვენს მიერ დადებულ ყველა რეცეპტს. მიყვარხართ.